მოგესალმებით. დღეს ჩვენი პრესკონფერენცია ეხება სოფელ დიცთან განვითარებულ მოვლენებს საოკუპაციო ზონის გადმოწევასთან დაკავშირებით. ჩვენი აზრით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება არც ერთმა ჭუპყოფილმა ადამიანმა არ დაგმოს ის ქმედება, რაც საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს სოფელ დიცთან და ჩვენს კატეგორიულად გმობთ რუსეთის ხელისუფლების აღნიშნულ ნაბიჯს. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის აჟიოტაჟი, რაც მოყვა აი ამ ქმედებას, თლათ გამიზნული ნაბიჯის, ამ აღნიშნული ნაბიჯის მოგვარების და პრობლემის მოგვარებაზე არ არის განსაზღვრული. იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს ჩაითრიოს საქართველოს 2008 წლის წინა პერიოდში, როდესაც ჩვენ შორის უკვე დაიძაბა სიტუაცია უკიდურესად და დღესაც ამ კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნის დროს ზოგიერთი ცდილობს გარკვეული პოლიტიკური ქულების ჩაწერას. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დიპლომატიურ დონეზე უნდა ვიმოქმედოთ და რეალურად ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, მაგრამ ის განცხადებები, რომ რაც კეთდება აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ნაციონალების მხრიდან, პრეზიდენტის მხრიდან და იქ ჩასული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ეს არათუ პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს, არამედ რეალურად პირიქით გააღრმავებს იმ მდგომარეობას, იმ პრობლემას, რომელიც იქ არსებობს და ერთიც უნდა აღინიშნოთ, უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს ჩვენ საქმე, რა ძალთა თანაფარდობაა იქ შექმნილი და ვფიქრობთ, რომ რუსეთის ხელისუფლებაშიც არიან ძალები, რომლებსაც არ აწყობთ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის წარმართვა და მათ აწყობთ კონფრონტაციული რეჟიმის არსებობა, ამით რეალურად კანონდება ის საზღვრები, ეგრეთ წოდებული საზღვრები, რა დღეს მოქმედებს. კარგად მოგეხსენებათ, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში ქართული ოცნება, ჟირინოვსკიმ თქვა, რომ ჩვენთვის უპრეანი იყო ისევ რუსოფობი სააკაშვილი დარჩენილიყო ხელისუფლებაში, ვიდრე მოსულიყო ქართული ოცნებაო. დღესაც არის რუსეთში ძალები, რომლებსაც ნამდვილად არ აწყობთ დიალოგის რეჟიმი და აქედან გამომდინარე ჩვენ რაღაც ისეთი რიტორიკა, რომელიც ჩვენ არ მოგცემს იმის უფლებას, რომ პრობლემას გადავჭრათ და რეალურად სიტუაციაც გაუმჯობესდეს, არ უნდა მიყვეთ. დღეს სხვა ხელისუფლებაა და ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა წამოეგოს იმ ექსპერტების პოზიციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ოლიმპიადაშიც არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ბოდიში და ზოგიერთი შეიძლება იქამდეც მიდის, რომ რაღაც ტანკებზე დავждეთ და წავიღეთ მოსკოვისკენ თუ რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა რესურსები გვაქვს, რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ იმ არსებული სიტუაციიდან, რაც არსებობს. და რეალურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა თქმა უნდა დიპლომატიური ხერხებით უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ არ შეიძლება ის განცხადებების დაფიქსირება, რომელიც რეალურად არის დღეს საზოგადოებაში. ეს არ შეუწყობს ხელს ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარებას. და ვფიქრობთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არავინ არც ერთი ქართველი არ შეეგუება არათუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ იმ სიტუაციის შეძლოს, არამედ ჩვენ სხვა გეგმებიც გვაქვს კიდევ და რეალურად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა სხვა მასშტაბებშიც უნდა აღდგეს და ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგი ტემპებით მიდის ხელისუფლების დიალოგი რუსეთთან, მაგრამ რუსეთშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ბევრს არ აწყობს ხელს, რომ აი ეს დიალოგი განვითარდეს და უნდათ რომ დააბრუნდათ. თქვენ ერთ რამეს დაუკვირდით. ყოველთვის წინასაარჩევნოდ ხდებოდა წვრთნები, კარგად მოგეხსენებათ, ოქტომბერშიც იყო დანიშნული წვრთნები საზღვისპირა რეგიონში, ყოველთვის იყო რაღაც მანევრები და ეს აწყობდა ხელს ნაციონალებს და შემდგომ სააკაშვილი ყოველთვის იძახდა იმას, რომ აი ხო ხედავთ როგორც მებრძვიან და ვფიქრობთ, რომ ესეც დღეს არ დაგავიწყდით, რომ სააკაშვილი კვლავაც პრეზიდენტია, ბევრს აწყობს, რომ რეალურად ნაციონალებს მისცეს სალაპარაკო იმისა და რომ რეალურად მათ რასაც ისინი ახორციელებენ იყოს სწორი და ცდილობენ რომ ისინი კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ვინაიდან არ შეიძლება რომ ყოველი არჩევნების წინ დაუკვირდეთ რომ სულ წვრთნები იყოს და სულ ამათთვის სასარგებლო მოვლენები ვითარდებოდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მე ვფიქრობ რომ საკმაოდ კარგი პოზიცია აქვს და რეალურად არაერთი კვლევა აქვს გაკეთებული ბატონ სიმონ კილაძეს პოლიტოლოგს და მე მინდა რომ მადლაც გარკვეული შეფასება მისცეს აი ამ ქმედებებს და თვითონ განვითარებულ პროცესებს. აი გადმოდი ახლა.
მოგესალმებით, მართლაც საინტერესო კითხვა. ისეთი ურთიერთობა, რომელიც დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის არის, ეს არის გამოძახილი 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი სამხედრო კონფლიქტისა. და ამ ურთიერთობის ყველაზე რთული, ყველაზე ცუდი ურთიერთობა, რაც კი საქართველოსა და რუსეთს შორის ყოფილა, ამის გამოსწორება, რა თქმა უნდა, რამდენიმე თვეში ეს შეუძლებელია. ეს ყველაფერი, თუ ასე ვთქვათ, ზოგადად დიპლომატიურად ვიმსჯელებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღიური საქმიანობით უნდა მოხდეს. ამიტომ ვერ ვიტყვით იმას, რომ მოვიდა ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება და უცბად ციური მანანასავით რაღაც სრულიად ახალი ურთიერთობა ჩამოყალიბდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ძნელია, რა თქმა უნდა, ეს არის, მე ვიტყოდი, ძალზე ძნელი, ეს ალბათ დაჭირდება ამას არათუ თვეები, არამედ შეიძლება წელიწადი და მეტი დაჭირდეს, მაგრამ ის რომ ჩვენ უცბად ვთქვათ, რომ ახლა ჯადოსნური ჯოხის აქნევით ყველაფერი გამოსწორდება, ეგრე არ არის. გეთანხმებით, დიახ. და თქვენ ფიქრობთ, რომ შეიცვალა? კონსტიტუციით სააკაშვილი ვინ არის? სავსებით გეთანხმებით, მაგრამ რუსეთი არა მარტო ერთი პოლიტიკური ძალა, არამედ იქ არის ძალიან ბევრი სპექტრი, არის გენერალიტეტი, არის ასე ვთქვათ ისეთი პოლიტიკოსები დუმაშიც, რომელიც მაინც და მაინც თლათ მხარს არ უჭერენ საქართველოს რუსეთის ურთიერთობის დათბობას. ახლა ერთი რამ ჩვენ ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ კი, ვთქვათ, დაუშვათ ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის კონსტიტუციის საქართველოს პრეზიდენტი, ის არის საგარეო პოლიტიკის მთავარი გამტარებელი. აბა ვნახოთ მისი პოლიტიკა ევროპაში როგორია. სულ მუდამ ასე ვთქვათ რუსეთის საწინააღმდეგო, სულ მუდამ იგივე ასე ვთქვათ ლექსიკა, სულ მუდამ იგივე არაფრით არ შეცვლილა მე მგონი და ამას რუსეთი ხედავს პრეზიდენტების დონეზე. პუტინს ყველაზე მეტად სანამ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების რაღაც კიდევ რჩება ლაბირინთებში, იგივე პრეზიდენტის პოსტი, იგივე დაუშვათ პარლამენტში, იგივე როგორც რჩება, სანამ ისინი არ წავლენ ხელისუფლებიდან, მანამ ასეთი გაჭირვებით, ნაბიჯ-ნაბიჯ დაყოვნებული ტემპით შეიძლება წინ წავიდეთ, მაგრამ ეს იქნება უფრო მეტად როგორ გითხრათ, ნახტომის უყუროთ არ გამოვა. უნდა შევეგუოთ შემოდგომამდე. მე ვფიქრობ, ეს არის გამოძახილი ნაციონალების საგარეო პოლიტიკის შედეგი. სწორედ ნაციონალებმა მოახერხეს, რომ რუსეთის მესაზღვრეები, რუსეთის სამხედრო ბაზები დაფუძნდა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში. სწორედ ნაციონალების ხელისუფლების დროს მოხდა. ახლა ქართულ ოცნებას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ამას. და რა საგვირველია, როცა იქვე გვერდით სამხედრო ბაზები და რუსი მესაზღვრეები არიან, პროვოკაციები თეორიულად ყოველთვის დასაშვებია. მით უმეტეს ვიცით რუსეთი როგორც ჩვენი მეზობელია. ასე რომ, მოდი, ვიტყვით იმას, რომ ქართული ოცნება მოვიდა და ჯერ არაფერი არ კეთდება. კეთდება, მაგრამ ეს კეთდება დიპლომატიური ნიჭით და არა ისე, როგორც დაუშვათ აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. ლანძვაგინებით, კრიტიკული წარე გამონათქვამებით, რაღაც ზედმეტ სახელებით, ეპითეტებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა ველოდოთ, მე იმედი მაქვს, რომ უნდა ველოდოთ გარკვეულ დათბობას შემოდგომის შემდეგ. ერთი წუნა ეცით რა ნაციონალური მოძრაობა რასაკვირველია ყოველთვის დაიცავს თავის პოლიტიკურ კურსს, რომელიც ატარებდა 2012 წლის ოქტომბრამდე და რასაკვირველია ყოველთვის იქნება იმავე პოლიტიკის ერთგული და ამას ჩვენ ვხედავთ. რომ იგივე რიტორიკა პარლამენტში გამოსვლისას, იგივე რიტორიკა კომენტარების მიცემისას, რომ რუსეთი ჩვენი ყველამ კარგად ვიცით, რუსეთი ჩვენი მტერი რომ არის, რუსეთი ჩვენი არაკეთილი მოსურნე რომ არის, მაგრამ სწორედ ის არის მთავარი იმ მტერთან და იმ არაკეთილი მოსურნესთან ისეთი ურთიერთობები ააწყო, რომ გარკვეულწილად განმუხტო სიტუაცია. თორე ასეთი ყვირილითა და ასეთი რაღაც შეურაცხყოფელი მე ვიტყოდი ეპითეტებით საქმე არ გამოვა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არც რუსეთი წავა კავკასიიდან, ეს მემხედველობაში მაქვს ჩვენი მეზობლიდან, ვერც საქართველოს ვერ წავა შუაგულ ევროპაში ან ამერიკაში. ასე რომ ჩვენ იძულებული ვართ როგორმე დავარეგულიროთ, მე არ გამოვრიცხავ გონივრულ კომპრომისებს, ისე რომ რაღაც წითელ ხაზს არ გადავცილდეთ, გონივრულ კომპრომისებს ჩვენ უნდა დავთანხმდეთ და როგორც ნათქვამი არის, თუ გვინდა რომ დიდზე გადავხდეთ, ცოტა უკანონო დავიხიოთ, ავიღოთ ასე ვთქვათ, სიჩქარე და შემდეგ შეიძლება გადავხდეთ. ერთის უნდა აღნიშნოს, რომ აი ის რიტორიკა, რაც იყო საქართველოს ხელისუფლების, ჩვენ ვერავითარ შედეგი ვერ დავიმჩნევთ, ხო? ანუ ის მხოლოდ აღშფოთებები მივიღეთ და რეალურად თითი არავინ არ გაანგრია იმისათვის, რომ მართლა რეალურად რომ ოკუპაცია განხორციელდა საქართველოს ტერიტორიების, არავინ ჩვენ რეალური თმედითი ნაბიჯები არ განახორციელა. რაც უნდოდა რუსეთს ის მიიღო. ამის იქით ეხლა სააკაშვილი კი ამბობს, რომ თბილისამდე უნდოდა ჩამოსვლაო, მაგრამ ესეთი განზრახვა არ ხდათ. მათ უნდოდათ ის, რაც უნდოდათ და ეს მიიღეს ჩვენივად. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უნდა რაღაცა შეცდომებზე ზოგიერთი სწავლობს და ჩვენ რატო ვერ სწავლობთ ვერ ხდები. იმ რიტორიკისა ჩვენ ვერაფერი მივიღეთ აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ამ ხალხთან, რუსებთან გასაგებია ოკუპანტები არიან და გასაგებია ჩვენს მიმართ არ აქვს ამ რაც კეთილის რახვები, მაგრამ დიალოგით და გარკვეულწილად თანხმედრით პოზიციები ჩვენ შორის შესაძლებელია რომ პრობლემები გადაიჭრას. სხვანაირად შეუძლებელია. ეხლა ჩვენ არც სამხედრო რესურსი გვაქვს იმისთვის რომ ეს ტერიტორიების აღდგენა მოვახდინოთ ძალისმიერი მეთოდებით და რაღაც სხვა მეთოდები ჩვენ არ გაგვაჩნიათ. გარდა იმისა რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ და ნაციონალური მოძრაობა რაც თავაზობთ, არ ვილაპარაკოთ, არ დაველაპარაკოთ რუსებს და რა სხვა რა გზა გვაქვს ჩვენ. ძალით ვერ დავიბრუნოთ ხო ტერიტორიებს. და აი რა გზა გვაქვს ჩვენ რომ იმისთვის რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ. და ჩვენ ვერ არც დასავლეთი არ მოიკლავს თავს იმისთვის რომ ჩვენ დაგვეხმაროთ საქართველოს გულისთვის და ეს ჩვენ დათლად მივიღეთ იმ სიტუაციიდან რაც იყო წარსულში ხო და აქედან გამომდინარე ეხლა ყველა ცდილობს რომ გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება წააქეზოს იმისკენ რომ რაღაც გადადგას ის ნაბიჯები რაც ხორციელდებოდა რაც ნაბიჯები იდგებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ რაღაცა ისეთი რადიკალური განცხადებები გაკეთდეს რაღაც შეიძლება ქმედითი ნაბიჯები განხორციელდეს სამწუხაროდ საბედნიერო ჯერჯერობით ხელისუფლება არ წამოეგო ამ პროვოკაციებს და რაღაც ოლიმპიადაში არ მივიღებთ მონაწილეობას და არ მივიღებთ მონაწილეობას და რა მაგითი ჩაიშლება ოლიმპიადა თუ რა ჩვენაც სარგებლობას მივიღებთ არა რა თქმა უნდა ჩვენ თავიდანვე ავნიშნეთ რომ ჩვენ რა თქმა უნდა არავინ არ აცხადებს იმას რომ ეს არის ამას არ უნდა ქონდეს ეხლა ჩვენ გადავყოლაპოთ ვიღაცა გადმოწიოს საზღვარი და თუმილით შეხვდეს ხელისუფლება ამას პროტესტი უნდა გამოცხადდეს ეს არის დიპლომატიური საპროტესტო ნოტა უნდა გაიგზავნოს და ქვეყნებს შორის პირველ პირებს შორის თუ საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე უნდა დაიწყოს ამაზე მოლაპარაკება ამაზე არავინ არ აცხადებს რა სისულელეა რომ ესე იგი ჩვენ ბოდიშ და შევეგუოთ იმას ამაზე არ არის ლაპარაკი რომ ჩვენ ვობ რიტორიკაზე იმ რიტორიკას